გავძლიერდეთ სიყვარულში, გავძლიერდეთ სარწმუნოებაში, ცოდნაში და რწმენაში, განწმინდოთ და გავხსნათ ჩვენი გონება და გული. რა თქმა უნდა, გონება უნდა განიწმინდოს და ღვთისნება უნდა აღიქვას, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია რომ პირველ რიგში გული განიწმინდოს. იმიტომ რომ გულში არის საგანძური მთავარი მქალი გულშია. რა თქმა უნდა, გონებაშიც მთელ ადამიანში შედის მადლი ღვთისა, თუმცა ადამიანი ეზიარება, განიწმინდება, ილოცებს გულს და გონებას სულ სამშობლოს და სხეულს გახსნის ღვთის მადლის მიღების, მაგრამ მქალი მაინც გულშია. გული არის ცენტრი ქრისტიანული სიყვარულისა. გული ყველაზე დიდ საგანძურს, ამიტომ თქვენი გული ინახავს, იმიტომ რომ მქალი გულშია და გულში შედის. რა თქმა უნდა, მეტი უნდა ვიგოცოთ, როდესაც მქალი შედის გულში, ადამიანს სულის იგი. იმიტომ ქრისტიანობა არა მარტო პასუხებს აძლევს ადამიანს რწმენა, საერთოდ სარწმუნოება, დოქტრინა, რწმენა, მართლმადიდებლური სარწმუნოება, უდიდესი თავისი მეტაფიზიკური ენციკლოპედიური ყოველივეს მომცველი ცოდნით, არამედ მას ადამიანს გარდაქმნის. იმიტომ რომ არა მარტო რწმენაში ძლიერდება, ადამიანი ცოდნაში ძლიერდება და ფართოვდება მისი პერსპექტივა აზროვნებისა და მისი აზროვნების და თავისუფლების ხარისხი, მისი სულიერი შებეცნების. ამიტომ ადამიანში შედის რა უღალი, იგი არა მარტო ასე ვთქვათ, პასუხებს აძლევს მას მის ვედრებაზე, თხოვნაზე, ხო, როცა ჩვენ ლოცულობთ, ვედრებით უცბად ვითხოვ, არა მარტო პასუხს გვაძლევს, უღალი მსურველია, მან იცის ყოველთვის პასუხის მოცემა. ვინც ეძებს ყოველდღიურად, ხო გახსოვთ, ირეკლე და განგიღო და შეხედოთ სულ ციხირებას არ ვაკეთებ. მაგრამ ამავე დროს პასუხის გარდა იგი კეთილ ცვლილებებს აწარმოებს ადამიანის ცხოვრებაში, გარდაქმნის, განახლავს, განსმენს და ამაღლებს და უკეთეს ხდის ადამიანს. ამიტომ უნდა მეტი ვილოცოთ, მეტად შევიგრძნოთ ყოველივე ეს. შევიგრძნოთ უნდა მეტად და გავიგოთ ჩვენი ცხოვრების ჯვარი რა არის, ჩვენი ცხოვრების ჯვარკვირთულობა, შევიგრძნოთ, შევისისხლცოთ. ცხოვრების ეული ციკლი, სად ვართ, რას ვაკეთებთ, როგორ მოქმედებ, საით მივდივართ, საით არის ჩვენი სულიერი ტერფები მიმართული, რომ რა მონაკვეთში ვიმყოფებით ჩვენი ცხოვრებისა, რა სიტყვის ღვთისნება ჩვენგან ამა თუ იმ ეტაპზე ჩვენი ცხოვრებისა. ამ ჭეშმარიტ რწმენას, მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, მართლმადიდებლური სარწმუნოება ცვლის ადამიანს, როგორც აღმოჩნდა, განახლავს თეოზის ოძახია, ხო? თეოზის განახლავს, ცვლის ძალუც მას, ქრისტიანობას განახლავს ადამიანს და აცხობებს ადამიანს ქრისტე, თავისი რწმენით, ცოდნით, მთელი თავისი საიდუმლოებებით, რაც არის აი მოცემული მთლიანობაში, მთელ პლერომაში, ხო? გარდაქმნის ძალუც მას შესწავლოს ადამიანი მთლიანად განსაკუთრებით იცვლება ჩვენი შინაგანი სამყარო. ჩვენი შინაგანი სამყარო იცვლება განსაკუთრებით. აი შინაგანი სამყარო რო იცვლება, აუცილებლად ეს შინაგანი სამყარო მერე გარეთ გამოდის. ცეცხლს ვერ დამალავს შიგნით, ხო? ბიბლიაში ხო ჩაიმალავს ცეცხლს. ასე არის ეს. ეს შინაგანი ცვლილებები აუცილებლად გამოვლინდება გარეთ ცვლილებებში. კეთილი ცვლილებებს გულისხმობ, ხო? გამოვლინდება იგივე სულში, სამშობლოში და სხეულშიც. ვლინდება გარეშე. და გენერირებს ადამიანის სიკეთეს. თვითონ რომ კარგია და კარგისკენ იცვლება, ამოხობს, ასხივებს სიკეთეს, კეთილ განწყობას, კეთილ ენერგიას, კეთილ აზრებს, კეთილად მეტყველებს, კეთილად იქცევა. ამას ახლა როგორ არ მიხვდება ადამიანის ზნო, ხო? ადამიანის შინაგან ენერგიას ხო ზნო, მის სულიერ ატმოსფეროს ასე გავარკვევთ ტექნიკური ხო ზნო. აი ეს შინაგანად კეთილად რო იცვლება ადამიანი, აუცილებლად შემდეგ მისი გარე სამყაროც ეშვება, გარდაიქმნება. და ისიც სრულყოფილდება. შენ ამიტომ კი არ უნდა მოითხოვო სრულყოფილება გარე ხალხისაგან. პირველ რიგში შენი თავისაგან უნდა მოითხოვო, შენ გახდე უკეთესი. შენ იყო უკეთესი. შენ გახდე კარგი. და რა თქმა უნდა, შემდეგ ეცდება სხვაც და გინახავს რა შენ სტიმულად აგიგვებს, როგორც შენს რო კარგი ხარ, სხვა რო დაგინახავს, იმასაც სული გაუჩნდება, რომ ისიც უკეთესი გახდეს. იდეალური და უცოდელი ვინ არის, მაგრამ მაინც კარგს თუ დაინახავ, ხო, გაგიხარდება ადამიანში, კარგს თუ დაინახავ. სულს რო დაინახავ წყინს, ძალიან წყინს რო ადამიანი გონია კარგია, კარგი გინდა ედით რო გინდა რომ იმისკენ ახარ, გინდა რომ რაღაცა კარგი განწყობა აქვს და უცებ რო აი სამწუხაროდ დაინახავ ყმადურობას, ღალატს, ორპირობას, ზოგჯერ არამხარეს, უსიყვარულობას, ურწმუნოებას, უკულტურობას ასე შემდეგ არამედ ნეგატივ ჩემთან ის წყინს გული თხევა და ერიდები შემდეგ იმგარგებით რომ თუ ახლა არ შეიგნო და არ შეინანა და არ მოინანია და არ დააცნობიერა შეგონების შემდეგ იმისთვის არის სუდი. მაგრამ მაინც ახლა სხვისი დავრიგები და სხვისი ეს თქვა
მკურნალობით კი უნდა დავიწყოთ. მკურნალო განეკურნე შენი თავი, ჯერ შენი საკუთარი თავი გამოვასწორი, შენი ნაკლებობებს მიხედე, მერე სიყვარული თუ სიყვარული გაქვს, მაშინ სიბრძნე თუ გაქვს, შეიძლება სხვაც დაარიგო და მეტნაკლებად მისი ცნობიერებისა და მისი კულტურული და აღქმის დონის პროპორციულად სხვასაც ხელი გაუწოდო. ზურგზე მოკიდება არავის საჭირო არ არის, იმიტომ რომ შეიძლება შენს გადავარდე და ბრმად ხილში გადაიყვანოს. ამიტომ არ არის საჭირო ის. ეცადე რომ ჭეშმარიტი რწმენისკენ მიეუმართე, ვექტორი იყავი, სტიმული მიეცი შენ, ინიციატივა გამოიჩინე. დანარჩენს თვითონ ხვალე მიმართავს, როგორ არის ნათქვამი? ვიყავ ნება შენი, თაც საერთაშინე ეგეცა ქვეყანას აზედა. ვაიმე როგორ მოიქცევა იმას რა შეიძლება გამოსა. ჯერ შენ თავს მიხედა. როგორ მოიქცევა, რას იზამს? მიეცი თავისუფალება გადაგეს. შეუწყო ხელი მიმართე, მაგრამ შენ იმის პასუხისმგებლობას თავს ვერ იდები და ძალიან საშიშია ეს. ილოცებისთვის მოიხსენიე, რაც საჭიროა შენი პროპორციულად მისი აღქმისა და კულტურისა და შესულიერებისა დაედაფარაკე შეუსაბამე, მაგრამ ის რომ შენ მისმაგივრად მისი საკეთებელი აკეთო, ეს არ გამოვა და არც იქნება კარგი. იმიტომ რომ ჯობია შენი საკეთებელი ცუდად გააკეთო, ასე ვთქვათ. ცუდად როგორ შეძლებს და გვარად გააკეთო და ისე იდეალურად არა, ვიდრე სხვისი კარგი. სხვისი გასაკეთებელი და სხვისი საკეთებელი ჯვარი შენ არაფერს გარგებს, შენი საკეთებელი გააკეთე კარგად და მერე შეხედავ სხვა შენს გაკეთებულზე იმასაც მოუნდება უკეთესი გახდეს. შენ რომ სხვისი გასაკეთებელი მოიკიდო ზურგზე და შენი დარჩეს გაუკეთებელი, აი უკვე ცოდვა იყო. ამიტომ მოდი ურნალო განიკურნე შენი თავი, შენ თავს მიხედე და შენი თავი გამოასწორე და მორწმუნე ადამიანი ზუსტად სამყაროს ასე აღიქვამს, რომ ჯერ თავის თავს აბრალებს, თავის თავს განცდას აძლევს, რომ მე დამნაშავეში ყველაფერში მე ვარ. ჯერ მოდი შეიქნებ რაღაცას ისე არ ვაკეთებ, გამოვასწორო, მოვინანიო, სამყაროს ესე აღიქვამს, თავის თავს კი არ აკეთებს სენსში, უფალს აკეთებს სენსში. სამყაროში და არა ეგოცენტრულია, ქრისტოცენტრულია მისი ცხოვრება. უფალს აკეთებს სენსში და უფლის მაგალითით შეინანეო, ხომ ამბობს, მოინანიო, ყველა მონანულს შეუნდოს მართლა. შეინანეო რადგან თუ მოახლოებულ არის სასწორად ყოველგან არის და ყოველსავე აღავს. მოახლოებულიც არის და ჩვენშიც არის და მეტი რაღაც უნდა მოახლოებდეს. სასწორად ყოველგან არის ყოველსავე აღავს. უფალი სადაცაა, იქ არის სასწორად. ის კი ყოველგან არის და ყოველსავე აღავსებს. ამიტომ მორწმუნე ადამიანი ამ ყველაფერს აღიქვამს, გძნობს, შეიგზნობს და ცხოვრებას აღიქვამს არა როგორც შემთხვევითობება და არა რაღაცა რუტინა და არა რაღაცა უხეში. არა უსიცოცხლე ვალდებულებება და ცნებების აღსრულება არა, აღიქვამს როგორც მარადიულ ჭრილში ხედავს ყველაფერს ქრისტიანი. არა რაღაც რუტინულ ამასოფლის რაღაცა ობივატელურ ჭრილში შეძობის ტექნიკური სიტყვის. არა ფრაზეოლოგიის, მაგრამ აღიქვამს მარადიულობის ჭრილში აღიქვამს. ჭეშმარიტების ჭრილში. მე ვარ გზა, მე ვარ სიცოცხლე, მე ვარ ჭეშმარიტება, აი ამ გზას, აი ამ ჭეშმარიტებას, აი ამ სიცოცხლეს აღიქვამს. უნდა იცოდესო, არასდროს არ თავდება ცხოვრება, სულ გრძელდება. ჭეშმარიტებას ყოველთვის გაგრძელება მოყვება. გზა ყოველთვის გრძელდება. სიცოცხლე მარადიულია, არსად უფალი არ აჩერებს, არ ბლოკავს, არ ჩიხში არ მოექცევა ქრისტიანი. ჭეშმარიტებას შეიმეცნებს, კიდევ მეტი შემეცნების პოტენციალი იჩნდება. გონია რომ რაღაცა გაიგე და ბოლომდე შეიმეცნეს, სახარება აღმოჩნდება თურმე დამწყების დონეზეც არ ახლა, როცა კიდევ უფრო მაღალ დონეზე შეხვა. იმიტომ რომ როტრიალებს ეს სპირალი, ხო, გონია დამწყები ხარ, მაგრამ ის სინამდვილეში ქვედა დონიდან ზევით ასვლა, ცოტა გვერდიდან რო შეხედა, ეს ზევით მიმდინარე სპირალი, ხო, ეს რო წარმოიდგინე, ხო? ეს მოლეკულებში არის ჩადებული, ხო? გახსოვთ ამინომჟავების, როგორი სპირალები, როგორი რთული მოლეკულები. ეს მახსოვს კიდე ბიოფიზიკა დაუნდა, ბიოფიზიკის ფაკულტეტი მაშინ აი საოცარი სილამაზე ეს სპირალი რო, ხო? ესეც მოასწავლეს, ღვთისმილება ეს, ყველაფერი ღვთისმილება, ხო? ეს ამინომჟავები როგორ არის კომბინაცია და დიდი თემაა. და ესე რომ შეხედავ ზევიდან წრესავით არის, მაგრამ გვერდზე შეხედავ საოცარი სილამაზეა. და ეს სიადრეც იმ წრეზე გაგონია რომ ისე დაიწყო არა, შენ დაიწყე, მაგრამ უფრო სხვა დონეზე ახვედი. ამიტომ უფრო სხვანაირად შეხედავ. კიდევ მიხვედი ჭეშმარიტება გონია რომ გაიგე ჯერ თურმე სადახარ საბავშვობა, აი ჯერ საბავშვო ბაღში მიგიყვანეს ჯერ. მერე იწყება სწავლა, იქაც არის სწავლა, მერე და მერე. ეს დაუმთავრებელია, ის სახარება, ესე კოსმიური ცოდნა. ეს ჩვენთვის არის, ჩვენ ხედავთ ახლა რაღაც აისბერგის წვერს. მერე და მერე ჩადიხარ სიღრმეში, ხედავ თურმე დაუსრულებელი რაღაც, არა აქვს ამას ძირი, არა აქვს ამას ფსკერი, არა აქვს ამას დასასრული.
ღვთისმცნე ხოთ, რამხელა ღვთის სწავლებას ახარებისეული. ამიტომ მერე გზა გონია დამთავრდა შევასრულე ჩემი მოვალეობა და მიღწეულზე გაჩერდი და გონია რომ მოდი ახლა მე რა კარგია დავისვენებ, სად დაისვენებ? ვინ მოგცა, რა დაისვენებ? დასვენება არის კი არა, არაფრის კი დასვენება არის სხვადასხვა საქმიანობაზე გადასვლა. ერთი რაღაც მოითავე, ახლა ისე მეორეზე უნდა გადახვიდე. მეორე მოითავე, მესამეზე ინიციატივა და არა იმიტაცია უნდა გააკეთო. შენი ჯვართვირთობების ინიციატივი შენზედა უნდა მოდიოდეს, უფრო მეტი უნდა გააკეთო, უფრო მეტი შეგიძლია ვიდრე გონია. გონია დამთავრდა გზა. ჯერ სად ახარ გადაცი იქ თურმე უსასრულობა, სადღაც ოსმოქმი ეს გზაც უსასრულობა. არ მთავრდება ეს არა. სიცოცხლე გონია მარტო მიწიერია, სად ახარ ეს არის მხოლოდ გარბენი, ტრამპლინი, პატარა გამოსასწრელი ეტაპი. მერია მთავარი და მოსამზადებელი ეტაპი, თორე რა, ეს არის უკვდავების წინა პატარა შესავალი, პროლოგი, პატარა. ასე რომ აი ესეთი, ამიტომ ყოველთვის გაგრძელება მოყვება, უნდა ვიცოდეთ. ყოველთვის არასდროს არ თავდება ეს ყველაფერი. ეს სულ გაგრძელდება მუდამ, ამიტომ მოდით ამ გაგრძელება მარადიულობაში უკეთესებისკენ და უკეთესი გაგრძელებისთვის, უკეთესი მომავლისთვის ვილოცოთ, ვითხოვოთ, ვევედროთ, ვეზიაროთ, განვიცმოთ, ეს აუცილებლად შედეგს გამოიწვევს, ხო? უწყლელი ადამიანის ლოცვა. ღრმად გჯერა, წამს. ეს არის რწმენა, რომ გჯერა და წამს და აუცილებლად ყველა კითხვაზე პასუხი სწორად და მართლად დასვით კითხვაზე აუცილებლად არის და იქნება. გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას და ამისაც მადლობა შევცემთ მამასა და ზესა და წინასწარ სამეფოსა და ცნობასთან განუყოფელსა. რომლის კურთხევასაც თქვენს თავზე, ასე ვთქვათ, მოუხმობ. ამინ.